საქართველოს ჩემპიონატის B ზონაში მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის მაჭახელასა და ბათუმის დინამოს შორის სკოპის პირველი წვიმის მიუხედავად მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა წუთიერი დუმით პატივი მიაგეს რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ფეხბურთელის აფთანდილ გორგილაძის ხსოვნას 97 წუთზე საჯარიმოში ხელით თამაშისთვის პენალტი დაინიშნა დინამოს კარში. გიორგი მანძკავას მიერ შესრულებული საჯარიმო და გოლკიპერ შოთა მიმინაშვილის მოგერიებული პენალტი. მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. სატურნირო ცხრილში მაჭახელა 24 ქულით მესამე პოზიციაზე, ბათუმის დინამო კი 22 ქულით მეოთხე ადგილზე. საინტერესო დერბი იყო, დაძაბული თამაში გამოდგა. კარგი მაყურებლების ხარდაჭერით ორივე გუნდის მაყურებლების მხრიდან. პირველი ტაიმი მეორესგან განსხვავებით ცოტა მეტი ორთაბრძოლები იყო და სახიფათო მომენტები ვერც ბევრი ჩვენ შევქმნით, ვერც მაჭახელამ. ჩვენ ერთი გამოტოვებული თამაში გვაქვს და შევეცდებით, რომ ეს ყველა გამარჯვებით დავამთავროთ. ძალიან ბევრი გულშემატკივარი იყო, თამაშიდანაც გამომდინარე ძალიან დაძაბული და ემოციური თამაში იყო. შედეგიც ლოგიკურია, მე ორივე გუნდის ფეხბურთელებს მიულოცავდი ამ ფრეს და ვუსურვებდი, რომ შემდეგ უფრო წარმატებით გამოსულიყო.